მოგესალმებით, ვიდეო გაკვეთილში განვიხილავ მათემატიკურ ფუნქციებს Excel-ში. განვიხილავ, რა თქმა უნდა, რამოდენიმე მათემატიკურ ფუნქციას, ეს არ არის სრული ჩამონათვალი, თუმცა აი აქ გამოყენებული ფუნქციები ხშირად გვხვდება როგორც მათემატიკაში, ასევე Excel-ში, როდესაც საქმე გვაქვს მათემატიკურ ფორმულებთან. განვიხილოთ მოდული, ანუ აბსოლუტური მნიშვნელობა. როგორც ვიცით, არიცხვის მოდული უდრის იმავე რიცხვს, თუ კი ის არ არის უარყოფითი რიცხვი, ხოლო უდრის საპირისპირო რიცხვს, თუ კი ის უარყოფითი არის. მოდული 2 უდრის 2-ს, -2 მოდულში უდრის 2-ს. დავწეროთ ის Excel-ში როგორც ფორმულა. ეს შეგვიძლია გავაკეთოთ ფორმულას, შევდივართ მათემატიკურ ფორმულებში და ვირჩევთ პირველს აბს 2. აქვე გვიჩვენებს რომ უდრის 2-ს. ახლა გავაკეთოთ -2 და როგორც გვიჩვენებს ისიც არის 2. შეგვიძლია ჩავწეროთ ხელით შემდეგი განვიხილოთ SQRT. ის არის ფესვის ფორმულა. როგორც ვიცით, ფესვი 9-დან უდრის 3-ს, ფესვი 16-დან უდრის 4-ს და ასე შემდეგ. განვიხილოთ ის Excel-ის ფორმულით. ნახოთ მათემატიკურ ფორმულებში SQRT ჩავწეროთ მაგალითად 9. აქვე გვიჩვენებს რომ უდრის 3-ს, დავეთანხმოთ. ასევე შეგვიძლია ჩავწეროთ ხელით. მაგალითად SQRT 25-დან, ფესვი 25-დან უდრის 5-ს. შემდეგი განვიხილოთ power. ეს არის ხარისხის ფორმულა. 2 მეორე ხარისხში უდრის 2 × 4-ს, 3 მეორე ხარისხში ანუ კვადრატში უდრის 9-ს. 2 კუბში უდრის 8-ს და ასე შემდეგ. განვიხილოთ ის Excel-ის ფორმულით. ნახოთ power 2 მაგალითად კვადრატში უდრის 4-ს. იგივე გავაკეთოთ 3 კვადრატში უდრის 9-ს. ეხლა დავწეროთ ხელით. power 2 კუბში უდრის 8-ს. ეხლა აქედან შეგვიძლია ჩვენ ასევე გავაკეთოთ წიდადის ფორმულაც, მაგალითად კუბური ფესვი 8-დან უდრის 8 ძიმე 1/3. ანუ ეს ნიშნავს კუბურ ფესვს. დავხუროთ ჭხილი. ლოგარითმი. მე შევეცდები ლოგარითმის განმარტებას. ლოგარითმი 10-ის ფუძით 100-ზე უდრის 2-ს. ანუ 10 კვადრატში უდრის 100-ს, 10 კვადრატში უდრის 100-ს, აქედან გამომდინარეობს ეს 2. 5 მეოთხე ხარისხში უდრის 625-ს, ლოგარითმ 5-ის ფუძით 625 უდრის 4-ს. განვიხილოთ ის მაგალითზე. შევიდეთ მათემატიკურ ფორმულებში, ვირჩევთ აქ log 100 ფუძით 10 უდრის 2-ს. ეხლა დავწეროთ ხელით. ძიმე 5 უდრის 4-ს. ანუ რაც მე გაჩვენეთ, შემდეგი არის ფაქტორიალი. 5-ის ფაქტორიალი უდრის 5 ნავრალი 4-ზე, ნავრალი 3-ზე, ნავრალი 2-ზე და ნავრალი 1-ზე. ეს არის 120. ანალოგიურად არის 4-საც. შევასრულოთ ის Excel-ის ფორმულით. ვირჩევთ fact მაგალითად 5 და გვიჩვენებს რიცხვს. უდრის fact
4 ასევე შეგვიძლია ეს გავაკეთოთ 6-ზე და როგორც ხედავთ არის 720. შემდეგი არის b მუდმივა. b როგორც ვიცით უდრის 3.14-ს, ის შეგვიძლია ასევე მივიღოთ მათემატიკური ფორმულით b. აი აქ არაფერს ჩაწერა არ უნდა, უბრალოდ დავეთანხმებით OK-ს. ანალოგიურად შეგვიძლია ხელითაც გავაკეთოთ. დავხუროთ ფრჩხილს და არის 3.14 მოკლედ თუ გივიტყვით. კომბინაცია. მაგალითად გვაქვს a, b, g, d და e 500 და გვინდა მისი კომბინაცია 2 ასოთ. ab, ag, ab, ag, ad, ae. შემდეგი bg, bd, be. შემდეგი არის GD, GE და ბოლოს DE, ანუ სულ 5 რიცხვის ორად კომბინაცია გვაქვს 10. მივიღეთ სულ 10 კომბინაცია. შევასრულოთ ის ფორმულით კომბინ 5 აი აქ 2 უდრის 10-ს. თუ კი დავწერთ მაგალითად 8 3 800-ს ან 8 რიცხვის სამჯერ კომბინაცია გვექნება 56 სულ. სულ ეს იყო აი ამ მათემატიკური ფორმულებისთვის. მადლობთ ყურადღებისთვის.